გავაგზავნოთ სადაც შევჩერდით ასე თქვა და ჩვენ ვიყავით დამატებაზე. აქ ახლა ეს ყველაფერი უნდა დაუკავშიროთ უნივერსიტეტებთან. პირველი ახლა რა სხვაში ხდება ეს ძალიან გაწელილია და ცოტა ულამაზოა, ამიტომ მოდი შევუცვალოთ მას ასე თქვა ისი გაფართოება. ნახოთ კოდირება და კოდირებაში მე რამდენიმე 60 მიმართები, პრინციპში 50-ზე უფრო ლამაზი იქნება. ანუ თან უნდა დავხვეწოთ დიზაინი, ხო ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომხმარებელმა უნდა ნახოს და ასე უფრო ლამაზად იქნება მით უკეთეს. ასე მე მგონი ნორმალურია. და დავიწყოთ. შევიდეთ ისევ კოდირებებში და აქ ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ add lesson, ხო? რომელთაც მას დაუკავშიროთ. შეგვიძლია პირდაპირ ეს დავიმახსოვროთ save-ით. და add და მივცე. ოღონდ განყოფილებაში admin-ში ამის არა გვერდია, ჩვენ თავარში უკვე საიტში უკვე აღარ მუშაობთ, ჩვენ მუშაობთ admin-ში, იმიტომ რომ აქ მუშაობთ, იმიტომ რომ ვაკეთებ admin ბანს. სახრანი, აქ ფორმა აღარ დამჭირდება, ამის ამოღება თავისუფლად შეგვიძლია, თავდება. ესე დავწეროთ, დავნიშნოთ ასე ვთქვათ. და ასევე მოდი შევუცვალოთ სახელი, იმიტომ რომ ჩვენ ამ განყოფილებას გამოვიყენებთ ისევე როგორც დამატების, ასევე რედაქტირებას, ამიტომ მე შემიძლია მას უბრალოდ დავაწერო რედაქტირება და ეს მეგონი გაცილებით მოსახერხებელი იქნება. ეგ თქვენი გემოვნება ამაზე ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით, თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ფარდება ისე დავაწეროთ. კარგი, გადავიდეთ ახლა არც ისე რთულ ნაწილზე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ეს არის მიერთება MySQL-თან. ახლა ჩვენ აქ პირველში ანუ ინდექსში მითითებული ქონდა ეს და ჩვენ წავშალეთ, ხო? როდესაც გადმოვიტანე, წინა გაკვეთილებში უცით ალბათ ეს თქვენთვის გასაგებია. ასევე გასაგებია ის, რომ მე აქ ბლოკებში შევიტანე, აი აქ არის ჩემი სურათები. აი სურათები და ისინი ერთმანეთს დაუკავშირე, ანუ ბლოკში მაგალითად იგივე ბოდი დაუკავშირე ერთმანეთს PHP საშუალებით, ამ შემთხვევაში იგივე უნდა გავაკეთო აბსოლუტურად. რაც მე მქონდა უბრალოდ აქამდე გავაკეთებ იგივეს და ჩამოვიდეთ ცოტა ქვევით და ჩავსვათ PHP. დავჭირდება რა თქმა უნდა PHP-ს განყოფილება და დავჭირდება მიერთება. პირველ რიგში უნდა მივიერთოთ საიტის ზედატანი, ზედანაწილი. სულ ეს იყო და წერტილმძიმეთი დავასრულეთ. ანუ ამით იმის მომიდა რომ ბლოკებში და აი ამას უკავშირდება. რაც ავტომატურად ნიშნავს რომ უკავშირდება ლოკალურად, უკავშირდება საიტის განყოფილებას თავისუფლად. ეს განვიხილე და მე მგონი თავიდან განსახილველი აღარ უნდა იყოს. შემდეგ გადავდივარ შემდეგ ნაწილზე, შემდეგი ნაწილი აქ ჩვენ ხდება. ჯერ მოდი ნახოთ რა არის. ესე იგი ამების მიმაგრება, ხო? მათ უნდა მივამაგროთ შესაბამისი ნომრები, MySQL-დან უნდა მივამაგროთ მას. ამისათვის ასევე დავჭირდება გარკვეული კოდირების ცოდნა, რომელიც ასე ვთქვათ გამოგვარდება ამ საქმეში. მაგალითად, პირველი მიმაგრება გავუკეთოთ, დასახელებას რა თქმა უნდა. ჩვენ აქ უნდა გავაკეთოთ 7 მიმაგრება. ჩვენ რეალურად გვაქვს 6. მოდი ამას დავამთავროთ კოდის წერას და შემდეგ უფრო ასე ვთქვათ აზრიანად განვიხილავ თუ რასთან მაქვს საქმე. ანუ მე ის თქმა მინდოდა. პირველს ვაკეთებ მაგალითად შევიდეთ ჩვენ აქ ლოკალჰოსტზე და MyAdmin-ში. გვაქვს სულ 7 განყოფილება. უბრალოდ სულ გვაქვს 8 განყოფილება. ანუ აქაც მე ხო იგივე სტატიის ნომერი და სახელება
და ასე შემდეგ. ყველას გააჩნია თავიანთი სახელები, ხო? იგივე უნდა გავაკეთო აქ. ნუ პირველი პრინციპში title აღარ გამოდის, სახელება გამოდის. ანუ სტატი ID გამოდის პირველი. ამიტომ პირველს აქ title მაგებად ID დავუშვით. ID გამოდის პირველი. შემდეგ გამოდის უკვე დაგჭირდება მის კოპირება შეგვიძლია. დავაკოპიროთ. სულ 8 ცალი უნდა გამოვიდეს 1 2 3 4 5 6 7 და 8. ესენი კოდირებები და ისინი მივიღოთ ერთმანეთს. ანუ პირველი თუ ID-ა, შემდეგი გამოვა. აქ უკვე დაგჭირდება ჩვენი მონაცემთა ბაზა. ბაზა რა პრინციპში თვითონაც შეიძლება რომ ამოვიღოთ. ესე იგი პირველი თუ ID-ა, შემდეგი არის title. ანუ დასახელება. და უბრალოდ აი აქ ვუწვდი რა ამის. შემდეგი გადავა meta tag-ები. ნუ ეს tag-ები ახლა ბევრი არ იყენებს და თქვენ შეგიძლიათ საერთოდაც ამოიღოთ ეს პუნქტი მუშაობიდან, ანუ გვერდიდან, მაგრამ ნუ ჭირდება საიტზე. დავქნათ. გამოყენებით ამ დროს გამოგაჩნდა. იგივე თარიღი. გამოგადგებათ როგორც ჩვეულებრივი გვერდისთვის, ასევე ანუ გვერდისთვის გამოგადგებათ, რა თქმა უნდა, მეტი არაფერს, მაგრამ ძიებისთვის იგივე Google-ის სისტემის შემთხვევაში, იგივე თქვენ საიტზე მანევრირებისთვის მომხმარებელმა რომ უკეთ გაიგოს სად არის, ასე ვთქვათ, მიიღოს სასურველი ინფორმაცია და ასე შემდეგ. და ბოლო ეს არის ავტორი. ესეც ასე, აქ ესეც ჩავასწოროთ ბარემ. პრინციპში ახლა ზედა მხარეზე კავშირი მოხერხდა და ასევე უნდა ქვევითაც, ხო, აი აქ 1 2 3 ჩავინიშნე, სადაც ადრე იყო ეს განყოფილება, ან ერთში დამატებაში რა თქმა უნდა სხვა იქნება. ნუ ეს მოვშალოთ და აქაც იგივეს ვაკეთებთ, ანუ იგივენაირად ვაკეთებთ ჩასვას. ჩავსვათ კოდი. იგივე კავშირი იქნება თუ მაგალითად, ნუ დაახლოებით იგივე საუბარი მიდის ჩვენ და PHP შორის, რომ თუ მე შევხვდები ამ განყოფილებებს, რომელსაც ეხლა მივიდეთ. ამ შემთხვევაში ესენი მივიდეთ. ან ეს ნიშნავს ან. შეგიძლიათ დავაკოპიროთ. აქ ერთი მძიმე არ დაგვაქვს მე და მოდი ახლა ჩავწერთ. ან შევხვდებით type ესეც დავაკოპიროთ. ან შევხვდები meta-tag-ებიდან ამას, ანუ ჩვენ ახლა პრაქტიკულად ჩამოვაყენთ ის ნაწილები, რომლებიც გვინდა რა. ყველა ის ნაწილი უბრალოდ ჩამოვწერ ყველაფერი იმას, რასთანაც კავშირი მინდა რომ მოხერხდეს. meta-tag-ებიდან მინდა, ანუ tag-ებთან მინდა, შემდეგი თარიღი იქნება. აქ კოდი იგივეა, უბრალოდ იქნება ეს განყოფილება, აქ ან არ დაგვაქვს. ეს პროგრამაში. რამდენი ჩავწერ. ასე, meta-tag-ებში კი ასევე მინდა კიდევ თარიღი. მინდა მოკლე აღწერა. ასეთ არ გვიჩქარება, ამიტომ ნელა გავაკეთოთ ეს ყველაფერი.
მინდა ტექსტი და მინდა ავტორი. პრინციპში ზუსტად გამოსვლია ეს ჩვენი ავტორი. ეხლა ჩვენ მოდით შევსვათ აქ რომ იყოს მონაცემთა ბაზა. უკვე დავუკავშიროთ. სახელი დავარქვა რა. რომ მივხვდი ასე ვთქვათ რა მოდის მერე ამის მერე ჩვენ მონაცემთა ბაზის მიერთება და თუ დაუშვათ ახლა ეს ხო კავშირი ხო არის თუ ესენი ვერ იპოვა ნუ აუცილებელია ისიც მივთითოთ იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს რომ რაღაც შეცდომა იყოს ხო თუ კონკრეტულად ეს ფაილები ვერ იპოვა მაშინ ნუ შემდეგ გადავა ამ ფუნქციაზე რომელსაც ახლა დავუწერთ და ნუ თუ შეცდომა გვექნა მაშინ ვიქცევით შემდეგნაირად ოღონდ მომდეთ ეგრევე ქართული არის მის PHP-ს თუ რამე შეცდომა მექნა ოღონდ ეს თუ რამე შეცდომა მექნა მაშინ ეჩო გამოვიყენოთ და ეჩო შეგვატყობინებს ასე ვთქვათ მოგცემს მინიშნებას პარაგრაფში შევწეროთ შეცდომა გადავამოწმეთ ინფორმაცია დავხუროთ ეს ჩვენი მონაცემები და ასევე დავხუროთ ეს ესეც არის ნუ თუ შეცდომა იქნა ეჩო ამის ყველაფრის ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ნამდვილად მოგვაწოდებს კი ბატონო ეხლა სადაც ჩვენ მონაცემთა ბაზა მივთითეთ აქ დაგვრჩება რამდენიმე ცვლილება გასაკეთებელი რომ მონაცემთა ბაზასთან კავშირი ჰქონდეს ზედანაწილს MySQL query გამოგვადგება ასევე აქ დავწეროთ და დავუკავშიროთ ის მონაცემთა ბაზები რომლებიც ჩვენ გვინდა პირველ რიგში რა თქმა უნდა მე მინდა ამოვიღო მონაცემთა ბაზიდან და თვითონ მონაცემთა ბაზის სახელი ეხლა რა არის ეს როგორია ლესონები ხო? ეს ტიპი. ამ თავარი ცხრილი იჭრა რა. ხოლო ამ კატეგორიიდან კონკრეტულად მინდა ის განყოფილებები, რომლებიც მასში არის. ამის შემთხვევაში ეს არის იგივე ID, type, ტეგები და ასე შემდეგ. მაგალითად ID აქ გვაქვს დამოდი აქედან დავაკოპიროთ. ისინი რომლებიც მინდა რომ გამოჩნდნენ საიტში. და იგივე გამოგვადგება თვითონ უნდა თვალებს უმეტეს ესე იგი ავტორი ყავს ეს დავხუროთ ავტორს აქ პირიქით უნდა კოპირების დროს გადმოყვით და ესეთი რაღაც ესეც მთავარი ფრთხილი დაიხურა ნუ შეიძლება კოდი დააკოპიროთ ამ თვითონ MySQL-ში ვიტანებ და ამას დავუნიშნოთ მოდი შეგვიძლია დავუნიშნოთ რეზულტატი და ყოველი შემთხვევაში რა თქმა უნდა სათადარიგო ვერსიაც დაგვდაბეროთ ასე ნუ ეს ახლა დავამატეთ მაგრამ ახლა დავამატოთ ის განყოფილება რომელიც უზრუნველყოფს ასე ვთქვათ რომ როდესაც დაემატება ვებგვერდს რამე პოსტი
თუ დავწერთ დაემატა, ну დაახლოებით საუბარი მიდის მასთან, უკვე არაერთი ესე გამოგვადგება ჩვენი ეთო, რომელიც ამ ყველაფერს ეტყვის ვებგვერდს. პარაგრაფი შევსრულოთ. ესე და ახლა შევსრულოთ იმ ტექსტს, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია გამოგვიგდებს, რომელიც ტექსტი იქნება თქვენი. ანუ თქვენი გაკვეთილი წარმატებით დაემატა ვებგვერდს. კი ბატონო, თუ ეხლა შემდეგი შეიძლება და ვერ მივახციეთ წარმატებას, მაშინ ისევ ეჩო ოღონდ უკვე სამწუხარო ინფორმაციით, სამწუხარო რა, ну გასაფრთხილებელი ინფორმაციით, ასე ვთქვათ. შეცდომა გაკვეთილი არ არის დამატებული. ну ის დავხურეთ, კი ბატონო, ну ყველაფერი ამ ეტაპზე რიგზე. ну მე მგონი გასაგებია აქ, რაც დაუკავშირეთ ერთმანეთს. ну ღილაკი, აი ეს ღილაკი, ესე დაემატება საერთოდ, ну ამ ყველაფერს შეიყვანს, ასე ვთქვათ, მუშაობაში. ну კარგი, მე მგონი ყველაფერი აქ დამთავრდა. მე მგონი რა დამთავრდა და ნახოთ, აბა რამე ხო შეგვეშალა ხა ძალიან სწორსწავლეთ, ისე რა შეგვიმოწმებია, საერთოდ არ არის რეკომენდირებული, კარგია თუ ყოველ ნაბიჯს შევამოწმებთ, სანამ ასე ვთქვათ ვისწავლით უკეთესად ურთიერთობას. კარგი, დაახლოებით ეს პრინციპია, ნახოთ. ხო, პირველი რაც არის, უკვე შეცდომა ვიპოვე, რომ არ უკავშირდება ელეს. ნახოთ რატო არ უკავშირდება. შევეთ. At lessons წერია. ამის lessons არ მინდა მე სუპერმეტი. იმაკედან არ მაძლევს საშუალებას, კარგი, ახლა მეზარება არ უნდა ჩაღმოვება, შეგვიძლია მარტივად აქედან შევცვალოთ. ანუ შეცდომა იყო რა, სახელი აქ lesson წერია. პრინციპში მე შემიძლია პირდაპირ აქ შევცვალოთ. კარგი, მოგეთ აქ წერია lesson, ხო? და აქ წერია lesson. აქ ესია დამატებული. აქ არა აქ ეს. შესაბამისად, მასში იყო შეცდომა. მე ხლა ამას აქ აღადავარედაქტირებ, უბრალოდ ეს დავამატე. აი აქ დავამატე ეს. ინგლისურეს და სევის შემთხვევაში უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გამომისწორდეს. ნახოთ. მან უკვე იმუშავა, ასე ვთქვათ და დამიწერეს რაღაც შეცდომა პოსტი არ დაემატა, გადაამოწმეთ ინფორმაცია, თქმა უნდა, პოსტი არასრული იყო, ამიტომ არ დაამატა. კი ბატონო, ეს შემთხვევაში გასაგებია, შევიდეთ ახლა ჩვენ რაიმონდზე და მოვიპაროთ რამის ძიახმე. ну მართალია ჩვენი ვებგვერდია, მაგრამ მაინც მაგალითად მე რომელიღაც პოსტი ძალიან მომეწონა ამ ვებგვერდზე. ну მოდი შემეცნებით ეს ამჯერად თავს დავანებებ და განვიხილოთ. ну იყოს მაგალითად Sony Xperia Z-ის განხილვა. აი ეს პოსტი ძალიან მომეწონა. დავით შევანკიდი. შევყანოთ დასახელება. ვიწყებ პოსტის ატვირთვას. მიახლოების ხვები. Sony Xperia-ს განხილვები. თარიღი 13 ახლა არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც შევთანხმდით, შემდეგში განვიხილავთ იმ ფაქტს, რომ თარიღი ავტომატურად დადგეს, მაგრამ ჯერჯერობით ხელით არის შესაყვანი. 05/2013. შევყანოთ მოკლე აღწერა. ავტორი რადგან ყველაფერს იღებთ ამ ვებგვერდიდან ბარე
საავტორო უფლებას მივცეთ და სრული აღწერა. სრულ აღწერაში აუცილებელია ეს კოდები, რომელიც ჩემს პოსტზე შიგნით ეწერება. Ну, თქვენ ეს რა თქმა უნდა ხელით მოდაწვევთ, მე ახლა ვიყენებ ვებგვერდს, რომელიც უკვე რაღაც რთულია და ამიტომ არ მიჭირს ისე. ეს. ხო, აქ ერთი რაღაც. აი აქ YouTube-ის ლინკს რო ჩავსვი აქ. ეს კი არ გამოგვადგება ეს ჩვენი ძრავისთვის აკაწერით. ხო, ეს YouTube-ის ლინკი უნდა შევცვალოთ. შევცვალოთ რა პრინციპში შევიდეთ, სადაც არის ატვირთული იქ და HTML კოდში გადმოვიწერ რომელიმე პატარა კოდს. თუ ამას შევცვალოთ, თუ დავუშვათ დიდი იქნა, მე ვარედაქტებ. არ ვიცი, პოსტის დამატება ხდება სტანდარტულად იგივე პრინციპით, როგორცაც მაგალითად მე ჩემს ვებგვერდზე ვაკეთებ. ну რაღაცები რა თქმა უნდა განსხვავებულია, მე გაცილებით მეტი კომფორტი მაქვს აქ, თუნდაც იგივე admin panel-ი რედაქტირების საშუალებით, აქ უნდა სმაილების დამატება შემიძლია, მაგრამ ну რეალურად იგივეა, ფუნქციონალურად იგივეა. კარგი, დავამატებ რა. ეს თუ მოგვა. კაი, ყოველ შემთხვევაში ის მაინც ის დროს ეს ნომერის გვერდი მუშაობს. ეს რა ხდება? რა შეგვიშალება? აუ ეს ახლა და კაი. პირველ რიგში მე გავითვალისწინოთ, რომ პატარა ასოებით ამების წერაში რა. ეს მოგაწეროთ გიახსნით. პირველ შეცდომა ეგა. მე ეს მე თანდათან გამოჩნდება. ეს ასევე ეს პოსტ და იყოს ვიდეოში. ასე ჯერჯერობით აკავათ. ეხლა პირველი კიდევ ასევე მოდი ID მოვხსნათ რა. ID მივუწევთ ავტომატურად, იმიტომ რომ ყოველ სიახლეზე თუ ID-ს ჩვენ მექანიკოს მივუწევთ, ყოველ სიახლეზე მომიწევს ყველა სიახლეზე მისი მითითება ხელით, ანუ აქ მე ანუ აქ მე ჩვენ სადა გვაქვს, აქ ხო ჩვენ ხელით ჩაუწერეთ და იგივე მომიწევს და მოდი რაზე ვიწვალო რა. გავაკეთოთ ავტომატურად, თუმცა ეს არანაირი პრობლემა არ არის. გავაკეთოთ სრულიად და მივუწევთ ავტომატურად. დავამახსოვრდეთ. რაღაც პრობლემას აგდებს, ამიტომ მოდი სხვა მეთოდი გამოვიყენოთ. მის შესაქმნელად მაგალითად და მივუწევთ ავტომატურად ყველა ვარიანტი, მოდი რაღაც უნდა მოვიფიქროთ. კარგი, მოდი აბა წავშალოთ და მოდი გადატანებთან არა თავიდან გავაკეთოთ. начало таблицы პირველი ერთი დავამატებ ID 4-იანი და autocorrect. აჰა. ეს კარგია. ესე იგი ID არის auto არის და თავშიც არის. იმისება 4. და ნახოთ ეს რა. 1-2 description რანი აქ 0 და 1 რო ეწერა, ხო დააწერა 1-2, მე მგონი გასაგებია ხო რაც გავაკეთე, ახლა ცოტა დაბნეულად გამოვიდა მამის გაკეთება, მაგრამ ნუ მეორე პარამეტრებზე რომ დეტალურად ახსნა. ანუ როდესაც მე პოსტს ვამატებ ვებგვერდს, მაგალითად მე ვამატებ ვებგვერდს. ყველა სიახლეს გააჩნია თავისი უნიკალური ნომერი. მაგალითად პოსტი პირველი. მისი ნომერია 458 და ამას მე ხელით ნამდვილად არ ვუდგებ. პოსტი ნომერი
შემდეგ მის ნომერია 457 და არც ერთ არ შემიყვანია ხელი, როგორც მაინც ავტომატურად მიუწვდეთ. შესაბამისად, მე მინდა იგივე გამოვიყენოთ ჩემს ვებგვერდზე, რატომ უნდა მიუწვდო ეს ყველაფერი ხელით, როცა შემიძლია ავტომატურად გააკეთოს. სწორედ ამიტომ მე ლესნის პარამეტრებში, რადგან ადრე არ მქონდა მითითებული კოლექტივების უფლება, არ უნდა მაიადმინმა, არ ვიცი რატო არ უნდა, ყოველ შემთხვევაში პრობლემა იყო და მისი მოგვარების აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. აქაც რედაქტირების საშუალებას არ მაძლევს, ანუ მე როდესაც ვუთითებ, რომ მინდა დავაწყოთ ოკეი, ნუ რაღაც შეცდომას მიგდებს. რა თქმა უნდა ვიპოვო სხვა გზა. სხვა გზა ვიპოვე შემდეგი. საერთოდ წავშალე ID, ანუ მე სტატიებში ვარ, ხო? საერთოდ წავშალე ID. შევქმენი, ანუ დაბავით ახალი ნაჩალო ტაბლიცო, ანუ დასაწყისში. შევქმენი ახალი გვერდი, ეს და იგივე ID, იგივე მნიშვნელობა 4 მივანიჭე. ოღონდ ახალზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ ახალს ვეუბნები, რომ მინდა ავტოკორექტ. ახალს პრობლემა მომწონს. მოდი გადავწყვეტ. ამ შემთხვევაში ახლა აქ ავტორი ID გაითიშა, ხო, ვხედავთ. აღარ არის, ამიტომ ის საჭიროა მისი შექმნა. Title პირველი ნაჩალო დასაწყისში. ოკეი. აი, რაღაც პრობლემები აქვს, ახლა მე არ ვიცი რატო აქვს პრობლემები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად უნდა მოვაკვირდეთ. ახლა დაამატა, ხო, წინათ რავი ეწყინა რა. ყოველ შემთხვევაში, ნუ მოგვარდა. ახლა 1-2 კი ბატონო, კარგად დაждდა და იგივეს გავაკეთებ პარამეტრებში. მოდი აბა გადატვირთო შევით რედაქტირება. აჰა, მე ვთქვი. არ უნდა აი, არ უნდა ნუ წავშალოთ, არ უნდა გავაკეთოთ. ლმა ესე იგი საიტი იგივე პარამეტრებში ID აქვს, არ გვაქვს ავტომატური მითითებული, ამიტომ წავშალოთ მნიშვნელობა აქ 2 არ დაგვავიწყდეს. წავშალეთ ID. დავამატეთ 1 დასაწყისში. აუცილებლად დასაწყისში უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ აურევთ ამას და ბოლოში დაამატეთ, მე უკვე სხვა შედეგს მიიღებ, რადგან ჩვენი დაწყობილი გვაქვს იმის მიხედვით, რომ მათი არევა არანაირად არ შეიძლება. ID სადაც მაშინ მთლიანი PHP უნდა შევცვალო რა. და მისი არევა არაფერ არ შეიძლება. დაემატა აქაც და აქაც დაინომრა, ესე იგი ყველაფერი რიგზია. დაემატა ეს არის მნიშვნელობა 11 ათო. ორი მინდა. იმედი ამის კოლექტივების უფლებას მომწონს, ხო? კი ბატონო. წესით ყველაფერს სწორად ვაკეთებ, უბრალოდ რაღაც პრობლემები შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ამის მოგვარება ადგილზე უნდა შეგეძლო. რაც შეეხება ID-ს უკვე დაყენებული, როგორც ვთქვით, პირველიდან არ უნდა გადავიდეს მეხუთეზე, ან ბოლოში მისი დაყენება არაფერ არ შეიძლება. იმიტომ რომ იქ მე მითითებული მაქვს PHP-ში და ზუსტად იგივე თანმიმდევრობით უნდა გავყო. ახლა ID რადგან ამოვიღე, აქედანაც შემიძლია ეს წავშალო და ასევე შემიძლია წავშალო აქედანაც. ასევე შემიძლია წავშალო აქედანაც. სადაც ID-ა, მოკლედ თამამად შეგვიძლია ამოვიღოთ, იმიტომ რომ ის უკვე აღარ გამოგვაქვს. და ასევე შეგვიძლია წავშალოთ აქედანაც. ავტომატურად დადგება რა ყველაფერი, რატომ უნდა ვიწოდოთ ყველას, კარგი, ესე იგი. ნახოთ ახლა რა ცვლილებები ჩავატარეთ და თუ რამე გვექნება. სტატიის ნომერიც უკვე აღარ გვჭირდება. ასევე სტატიის ნომერიც ავტომატურად ამოღებული იქნება ჩვენი პარამეტრებით. ესეც აქ რაღაც შეცდომა, მაგრამ იქ ვიჩვენებთ მერე და ეკრები. პირდაპირ დასახელება იყოს გასწრებული, ვაკეთებთ. ეს ნუ თარიღი იყოს საქსავიაში, შემთხვევაში. მოხდება
კიდევ შესწომა გვაქვს და კიდევ უნდა გადავხედოთ ჩვენს სკრიპტს. შევხედოთ ახლა კოდს რა. მოკლედ ისეთი ყურადღება არის საჭირო, რომ ოდნავი რამე რო შეგვეშალო, შეიძლება ასე ვთქვათ, თელევიზორ გვერდი აურიოთ და უბრალოდ რაღაც ჭხილი არ იყოს და ვთქვათ, დასრულებული. ახლა გავყვეთ ამას, მასტიკური ქვერი არის, ერთება არის და მეტადეგები არის, აქ შეგვაუნდა. აქ შეიძლება არ უნდა იყოს ესეთი. მაგრამ აი ეს ერორია რა, რაღაც კიდევ ვერ აქვს. და ეს არის ეს აი აქ დოლარი პრობლემია. მასთან მეგობრს. ანუ აი აქ დაქონოდა შემდეგი კოდები ეს მაგიტერი, ამიტომ მოხდეს. ესეც რაც მიუთითებს ანიშნებს მას, რომ ასე ვთქვათ, რასთან კონდეს კავშირი. კარგი, მე მგონი ეს ნორმალური კაი ნახოთ, აბა შეიძლება უკვე გასწორდეს კიდეს თუ რამე, უკვე კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. და დავამატოთ ახალი უბრალო პოსტი. მოდი დამატება დასახელი. დასახელი, მოდი ხარჯზე დავიწყოთ. დასახელი დავიწყოთ. ეს არის 15 მოკლია შევამოწმოთ ახლა როგორ აქვს ჩვენს გაკვეთილები. თარიღს აქვს პრობლემა და მოკლე აღწერის ტექსტს აქვს პრობლემა, იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, გადიდებულია და სრული აღწერის ტექსტი კაი. აქ არის პრობლემებია. ხო, თარიღი შესაძლებელია და description შესაძლებელია. კარგი, შეიძლება ნახოთ ახლა. ახლა მან პოსტი დაამატა, მაგრამ არ აქვს დამატებული. არა, უბრალოდ არასდროს აქვს დამატებული თარიღი, როგორც პროცესის არაფერი არ არის. ეს შესაძლებელი გვაქვს საქმე იმაშია, რომ არასდროს მივიტვირთო თავის დროზე. ანუ აქ რეფერენსთან ჯერ უნდა იყოს წელი, მერე თვე, მერე თარიღი. შეგვიძლია აი შესწორება თვითონ შევასწორო. რომ შემდგომად არ აგვერიოს და ახსოვოთ თარიღი. ეს თავსა რომ მე არ აგვერიოს. წელი, თვე დავამატოთ ახლა მაგალითად ტესტი წელი არის 2013 თვე მაისი მეხუთე და რიცხვი 15, ხო? ძალიან კარგი შეგვიძლია მოკლე დაემატა, და ეს სწორად გამოვიდა.
გადავიდეთ შემდეგ. ეს ერთი გამოვასწორეთ. ნუ მივხვდით ყოველ შემთხვევაში ვისი ბრალი იყო და შემდეგი ახლა რაც არ მომწონს ეს არის ტექსტის ზომა, მოკლე ახსერა ტექსტი, ნუ საკმაოდ დიდი შრიფტია, შესაბამისად შრიფტ დაჭირდება მისი CSS-ი, რომელიც ამ ყველაფერს გაასწორებს. ეხლა ჩვენ დაგვჭირდება თვითონ lesson გაყოფილება, იმიტომ რომ ეს უკვე ადმინისტრაციას არ ეხება, ეს ეხება თავარ გვერდს, ამიტომ ადმინისტრაციას შესაბამისად admin პანელს უბრალოდ დამოუკიდებელია ამ შემთხვევაში. გაკვეთილებით და lesson. აი ამ გვერდზე გვინდა ჩვენ რედაქციების ჩატარება. ჩვენ ამ გვერდზე გვაქვს ხა უნდა მოვძებნოთ სად არის. ესე იგი ჩვეულებრივ გვაქვს ნუ სახელი, title, დრო, უნდა იყოს აქ. აჰა, იგივე აგერ არის უცესთან. title, ავტორი და ესეც ჩვენი ტექსტი. აქ ახლა მას მოდი დავუნიშნოთ სტილიდან შესაბამისი ფონტი. შეგვიძლია ახალი ფონტი დავწეროთ, ან შეგვიძლია ავიღოთ არსებითად დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. თარიღის, მაგალითად თარიღს მე მგონი არ შევცვით 11 პიქსელზე, ან შეგვიძლია მაგალითად ეს იყოს ამ დამატებით ავტორის ისა. მოდი იყოს ავტორის CSS-ი, ანუ რომ ის რომელსაც ავტორი იყენებს. ამ შემთხვევაში ჯერ დაგვჭირდება გრაფიკის გამოწერა. და მისი სახელი lesson x. ნუ პრინციპში იგივე დამიკორეკილი, ხო? აი ეს იყოს და ახლა დავასეიროთ. ნუ მიიღო მე მგონი ნორმალური ფორმა. მისი მართვა რა თქმა უნდა შეგვიძლია, უნდა გადიდება ავტორის, მაგრამ ახლა ავტორის გამომხება ამბილად არ გვინდა. თუ დავუშვათ გვინდა რომ გავადიდოთ და სასაგე გამოვყოთ, შეგვიძლია საკე CSS-ი გამოვუწევთ, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეც მგონი პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს წელი გაკვეთილები ამით დაემატა. ეხლა ნუ დავამატოთ მოდი ნორმალური გაკვეთილი და ასევე წაშლა ჯერჯერობით ჩვენ აქ არ მუშაობთ. ამიტომ მაგას მოგვიწევს ერთ ხელით დავშალოთ. როდესაც ყველაფერი ამუშავდება, მე უკვე მაგასაც გავაკეთე. კარგი, ეს ორი დავშალოთ და დავიწყოთ უკვე ნორმალური პოსტის დამატება. მოდი რომ მე უკვე ჩემი საიტიდან ავიღებ რამეს. დასახელება მიახლოებები წელი 2013 5 არის 15 მოკლე ახსერა. ეს ახლა სრული ახსერა. ახსერის მერე დაგვიდება ვიდეო. ავიღოთ ვიდეო შეისწავლენ კოდი. და გავაგზავნოთ მოკლე ახსერა. ავტორი ჩვენი ვებგვერდი გამოდის, იმიტომ რომ ყველაფერი აქედან ავიღეთ. ეს ჩვენი ავტორი. ნუ თარიღი ისტორია, ნუ ეს რაღაცები ყველაფერს უერთდა. დაგვეცეს დამატება. დამატებით დაემატა, ეხლა ვნახოთ. აჰა. ოკეი, შენიერია. შეგიძლიათ შენიერად გამოიყურება. პოსტი არის რა, ნუ შექმნილი. თუ ჩვენ გვინდა ამას ამ პოსტს ახლა თავიდან ბოლომდე ქონდეს სურათები, მაშინ ამას მე რედაქტირებას უწევს გავუკეთებ იქ გამოვაჩინე. მაშინ შეგიძლიათ თქვენ სურათის ლინკი წინ ჩაუსვათ რა, როგორც ამ შემთხვევაში აქ ამაკ მე გაკეთებული. ანუ ამას ჩვენ განვიხილავთ ანათა.
მაგალითად მე როდესაც ავტვირთე სპამი მსოფლიო თავს, ეგ როგორც ხედავთ, აქ იმეჯის ან სურათის კოდირება მაქვს. მე შემიძლია ამას ესეთი ცალკე განყოფილება შევუქმნა და ესეც კარგია. ნუ წესებიც ეს შევუქმნა და მოდი ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ვთქვათ დავხვეწოთ დეტალურად, რომ ეს როგორც სათაურს ვაკეთებ, ისე შეიძლება სურათის დამატება. ან შეგიძლია კოდი ჩაუსვათ. მაგალითად კოპირებას ამ შემთხვევაში გამოვიყენებ და იზმენს, ანუ რედაქტირების დროს აქ უბრალოდ თავში ჩავუსვამ მე სპამი კოდს. როგორც მისამართს შევცვლი, მისამართს დავაწერე მაგალითად ჩემი სურათის სახელმწიფო განაიზოდებული. უბრალოდ კოპირovat. კოპირovat განაიზოდებელი. ანუ სურათის ლინკის კოპირება. აი აქ ჩავსვი. და იგივე პრინციპს გამოვიყენებ სურათ აღწერაში. რომ სურათ აღწერაში გამომიწეს. ოღონდ ამ შემთხვევაში ცოტა გავადიდებ და იყოს 400 პიქსელიანი. მიზევით 200 პიქსელის ასევით საკმარისია. ოკეი. ანა. კი ბატონო, სურათი არის, შიგნით შევდივარ. შიგნითაც ყველაფერი როგორც ვიყიან რეჯიმი ვიდეო რა თქმა უნდა იქნება და ასე შემდეგ. მე მგონი ახლა რა ვიცი, ყველაფერი ისტორია, იმედია კიდე რამე შემოს არ ვიპოვეთ აქ. ხო, ასევე ეს თავის პრობლემები თაიქი როგორც უნდა მისწებული, ის ფერი მიიღო და ეხლა დავიწყოთ ჩვენ იმის შემოწმება, რამდენად სწორად არის PHP გაწერილი. ანუ პოსტს ამატებს ეს კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა და კარგია, მაგრამ მე აქ ჩემს პოსტში ესეთი რაღაცა მიწერია, რომ თუ რომელიმე პოსტი ან თუ რომელიმე უჯრა იქნება გამოტოვებული, არ უნდა გააკეთოს დამატება მაშინ სტატიის, ნახ. მაგალითად რაღაცა წელიწადია. არტიკება შეიძლება შეიყო 0-ს ან თუ არ შეიყო 0-ს. მოკლე აღწერა, მოდი გამოვტოვოთ და სრული აღწერა. და სტატიის ავტორს გამოვტოვოთ. ეს თავზე დაამატა. ხო, პოსტი მაინც დაამატა, ესე იგი ყველაფერი ზუსტად არ არის. ასე რომ ეხლა ამ პრობლემის შესახებ ვისაუბროთ. პოსტი დაამატა. ნუ წესით ეხლა რომ მე რაღაცეები გამოვტოვე, აქ პოსტი არ უნდა დაემატებინა, იმიტომ რომ მოკლე აღწერა გამოვტოვე, არის დამოუკიდე, ასე თუ რომელიმე პოსტს არ უჯრას გამოვტოვებდი, წესით სიახლე არ უნდა დამატებულიყო, მე ესეთი ჩაფიქრებული ესე მქონდა. კარგი, მაშინ შევცვალოთ ჩვენი კოდირება და გადავიდეთ რა, ნუ რაღაც კოდები აქ შეგვექნება. კარგი, ამისათვის პატარა რედაქტირება დაგხვდება. პირველ რიგში ჩვენ აქ მივუთითოთ, მოდი თაითს რომ გათიშოს მასთან კავშირი, ანუ თაითთან კავშირი გათიშოს თუ ისარიელი იქნება. ესე იგი თუ ანუ დავიწყოთ ტექსტი რა. თუ კავშირი მაგალითად მაშინ აქ ვარიმ გავხუროთ მე რო დაგვიწყდეს, იმიტომ რომ აქ ორი ფსკილია. ერთი ფსკილი აექ იწყება და აქ თავდება და ეს იმენა ამაში იწყება. და ერთი ეს არის. ხო, იგი მაშინ გავთიშოთ და გავხუროთ ფსკილი. ეს ჩავაკოპიროთ. ნუ იგივე კოდი იწერება ყველგან. და შემდეგ მივყვეთ ახლა, ხო, ოღონდ აქ შეგვინდა გაწევინოთ, რა. შეცდომა ამოგიგდო. აქ როგორც ხედავთ. და იგივე შეგვინდა აქ. კი ჩემო, ეხლა აი ესეთი მიცეთ აქ, მოდი ყველა დავაკოპიროთ პარემახავად და მერე ჩაუშვათ მათ თავიანთი დანიშნულებები. მაგალითად მეტა დეტრი პოზები და ნუ რამდენადაც მეტი გვაქვს ჩვენ აქ მითითებული მნიშვნელობა, იმდენად მეტი სამუშაოა ამ განყოფილებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს გასაკეთებლად ნამდვილად საერთოდ ჯობია
გავაკეთოთ და შევინახოთ. ნუ საერთოდ ჯობია უცბად შევინახოთ, რომ შემდეგ აუცილებლად გამოგვადგება ესათვის პარამეტრი. ნუ შეიძლება იყოს კიდე ინტერნეტში გამორიცხული არ არის. რომ მოიპოვებოდეს მსგავსი ტიპის გადაწერილი სკრიპტები, მაგრამ თქვენ დავწერთ ესა თქმა უნდა გაცილებით უკეთესია თუ სწავლა გვინდა და თუ უბრალოდ კოდირების სწავლა გვინდა. ეს მორჩა ახლა აქ ყველაფერი მივთითე რომ თუ დავუშვათ, ანუ ეს ხოლმე კავშირია და თუ მას არის კავშირი დახვდა ცარიელი, ანუ არაფერი არ იყო შეყვანილი, გათიშე კავშირი. ნუ შესაბამისად ესეთ არაფერი არ უნდა და გაიგო ნახოთ აბა ყველაფერი, ნუ არა მახსენებული, იგივე პრინციპი გავაკეთე. პროდუქტის დამატება. შესაძლოა პოსტი არ არის დამატებული, გადაამოწმეთ ინფორმაცია. კი ბატონო, ნუ გადავამოწმოთ ინფორმაცია და ჩავსვით თარიღი, ჩავსვით. ახლა ნუ რაღაცები, მაგრამ მაინც დავწევი სტატიის ავტორი. იგივე შესაძლოა. მაშინ შევიყვანე სტატიის ავტორი. პოსტის წარმატებით დაემატა. მოკლედ, მე მგონი მიზანი მიღწეულია ამ ეტაპზე და სტატიის დამატების სკრიპტი ჩვენ შევქმნით. რა თქმა უნდა, ეს ახლა ზოგი სირთულე ჩვენ რამოდენიმე პრობლემა თანათან მუშაობის პროცესში გავიგეთ, ასე ვთქვათ, მასთან ვიმუშავე და რა პრობლემები შეიძლება კონდეს მუშაობა, ან ზოგადად საიტზე რა პრობლემები შეიძლება კონდეს ამის შესახებ ჩვენ განვიხილეთ, ყველაფერი დეტალურად დავშალეთ, ნუ აი მაგალითად განვიხილეთ, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომ თარიღი არ დააწერა, როგორ შემოვაგვაროთ პრობლემა, რომ შრიფტი გაადიდა და ასე შემდეგ. ნუ რაღაცები ახლა ხდება ხოლმე, როდესაც ვაკეთებთ პროდუქტს, შესაბამისად არის შეცდომები და არის გაუგებრობებიც, იმიტომ რომ ეს კოდირებაა და ყველაფერი იდეალური ამ შემთხვევაში ვერ იქნება. მაგრამ საბოლოო სახე მივიღეთ იდეალური დამატების სისტემა, რომელიც ძალიან მარტივად ამატებს ზოგიერთ თავის ჩვენს პოსტს. აღარ დაგვიწყდა უკვე MySQL-ი პრაქტიკულად არ მჭირდება აქ მონაცემთა ბაზაში შესვლა, მაგრამ მაინც გასაკეთებელი მაქვს რედაქტირება და წაშლა. ამებს რო გავაკეთებ, უკვე მე წესით აღარ უნდა დამჭირდეს MySQL-თან საერთოდ კავშირი. უბრალოდ მონაცემთა ბაზა აი admin-თან კავშირი, თორე რა თქმა უნდა ის ჩემი PHP-ის საშუალებით აუცილებლად დაუკავშირდება მონაცემთა ბაზას, მე ამ პრინციპით მუშაობს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მექნება ძალიან მარტივი admin პანელი, როგორც ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე შევქმნით და ესეთი ტიპის admin პანელი და მასთან მუშაობა გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ამდენ წარწერებთან მუშაობა. კარგი, ახლა აქ შევჭერდეთ და შემდეგი გაკვეთილი იქნება რედაქტირება, რომლის საშუალებითაც დაახლოებით იგივე პრინციპს მივიღებთ, რაც აქ იზმენით შესვლა არის. ვარედაქტირებთ ჩვენს პოსტს, დამატებული პოსტის რედაქტირება.